სიცხეა თუ სიცივეა, შაურმა მაინც ყველაზე პოპულარულ კერძად რჩება მოსახლეობაში. აი ესეთი დაატვირთული ქუჩა და მოედანია, ეს არის თბილისის მოედანი ბათუმში და იცით როგორ ეძახიან ბათუმელები? პლოშადი. პლოშადზე არის ბათ შაურმა და ჩვენ შევდივართ ახლა ამ ობიექტზე. გამარჯობა. აქ ყველაფერი შეცვლილია, გარემონტებულია, კედლები გაკეთებულია, ჭერი გაკეთებულია, რადიკალურად შეცვლილია ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა მახარებს და იმედია რომ ასე უვნებლად აბასტურმებენ ხორცს. გამარჯობათ. აქაც ყველაფერი გაურემონტებიათ. ჩვენ როგორც ვგპირდებით რომ აუცილებლად გადავამოწმებთ ობიექტებს, რომელშიც ვიყავით და რომელიც ერთხელ გადავიღეთ. Ну, ხორცის დეფროსტაცია ისევ არასწორად ხდება. ხორცი უნდა დნებოდეს ან მაცივარში დაბალ ტემპერატურაზე, ან უნდა ხდებოდეს აუცილებლად გამდინარე წყალში. აი ამ შემთხვევაში შეიძლება მიკრობთა საერთო რაოდენობა მკვეთრად მოიმატოს, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქტის ხარისხზე და უნებლობაზე. აი ასე ხორცის დეფროსტაცია არის ნამდვილად არასწორი. აქვე მინდა გაჩვენოთ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ხორცი გამოიყენება და ეს ძალიან კარგია. თვითონ მაცივრები, აი რასაც უყურებ, არის სუფთა, მოწესრიგებული. აი ეს არის უკვე აკინძული საშაურმე მასა, რომელიც შემდეგში უკვე გადავა დარბაზში. ნაჟური წყლებისგან განთავისუფლება ხდება და სწორად ხდება, იმიტომ რომ შიგნით პროდუქტში არ ხდება მისი დაგროვება და ქვევით ჩამოდისა, ესეც რა თქმა უნდა სწორი არის და კარგი არის. აქ არის ნახევარფაბრიკატები დაჭრილი და გამზადებული ბოსტნეულის დამუშავება აქ ხდება. ტილოებს უყურებ, რომ სუფთა ტილოებია გამოყენებული და ესეც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ერთადერთი რაც არ მომწონს და რასაც ალბათ თქვენ შეამჩნევთ, ეს არის აი ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი კულერი არის აი ესე დასრულ მდგომარეობაში, კონდენსატი არის და წვეთავს. აი ზედაპირი ნახეთ რა მდგომარეობაშია, ზუსტად ზევიდანაც წვეთავს და გაწეპებულია, ძალიან მტვერიანია და ეს სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, აი ესეთი თარო და აი ესეთი საშინელი კედელი იყოს. აი ნახეთ კედელის რა მდგომარეობაში. აი ნახეთ. აი ეს ყოვლა დაუშვებელია. ნახეთ, სადაც აი დანების სამუშაო დანები არის მიმაგრებული. აი ყოვლა დაუშვებელია და ეს არასწორია. იმედია, სადაც ამდენამეს აკეთებენ, ამასაც გააკონტროლებენ. ამ საშაურმეში ჩვენ ვიყავით წლების წინ, მაშინ იყო რაღაც დარღვევები და გვითხრეს, რომ ყველაფერს გამოასწორებენ, გავიდა დრო და ჩვენ მეორედ ვეწვიეთ ბათ შაურმას, რასაც მე ვხედავ ნამდვილად სისუფთავია. აბა ვნახოთ როგორ მუშაობენ ბიჭები და გოგოები. გამარჯობა. ახლა ხელთათმანები ყველას უკეთია. თხელ ლავაში აწყობენ ხორცს. ეს ღორის არის თუ ქათმის? ღორის შაურმა. ფასები 10-დან 20 ლარამდე, გრანდი ღირს 20 ლარი და გემოზე არ ვიცი როგორია, მაგრამ საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავთ და ალბათ გემრი, აი ნახეთ, მე უნდა შეათფონ გრილში, შეათფობენ გრილში და უკვე შემდეგ შეფუთვაში, აბა გვაჩვენეთ როგორი შეფუთვა გვაქვს, აი ამაში დანაჩანგალია თუ შაურმა? შაურმა, გასაგებია, იდება შაურმა და შემდეგ მიდის ადრესატამდე. რა მაინტერესებს? ერთი კონტეინერი მაიონეზი ან კეჩუპი არის სადღაც 9 კილო, 10 კილო. აქ რამდენი სათლია გამოყენებული, უამრავი და ბადებს როგორ არჩევთ? ვინაიდან ძალიან დიდი არის მომხმარებლის ბრუნვა, ხო ამატებთ მერე კიდე და აი ამას როგორ აკონტროლებთ, რომელი პარტიიდან არის? მთლიანად არ დაცლით, არ არსებობს. ეხლა ბოლო ბოთლი დაცალოთ და მერე ბოლო გავა. არა, მაპატიეთ. პატივცემთ, მაგრამ ვერ დავიჭერებ. იმიტომ რომ აი ამ რაოდენობით მაშინ არ მოაგროვებთ. წინასწარ იმდენ მარაგს იკეთებთ, რომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან დიდი ბრუნვა გაქვთ და ძალიან მახარებს ეს ბრუნვა. კედლებს რა სიხშირით უკეთებთ დასუფთავებას, იმიტომ რომ კედლები აშკარად დასუფთავებას ითხოვს. აი ზევითაც ნახეთ, აი კედლები არაჩვეულებრივად გაკეთებული გაქვთ და მადლობა თქვენ ხელმძღვანელობას, რომ ის რაც იყო მე კარგად მახსოვს და იმის მერე ეს გააკეთა, მაგრამ ამას ხო მოვლა უნდა. და უფრო კარგად გაწმინდეთ, უფრო ხშირად და კულერები ძალიან ცუდ მდგომარეობაში გაქვთ. აქაც იგივეა, ნახეთ. აი, აქაც იგივეა. ამას უნდა ტილოთი კარგად გაწმენდა. მით უმეტეს სადაც პროდუქტი არის განთავსებული. მაცივარში ტემპერატურა ძალიან კარგი არის.
1 გრადუსი არის, 1 და 4, ეხლა გავაღედა ტემპერატურა იმატებს და სწრაფად დავკეტავ, ტემპერატურული რეჟიმი შენარჩუნებულია, ძალიან კარგია და ზედმეტი ნივთები ძალიან გთხოვთ აქედან არ იყოს, აი პროდუქტი და სათვალეები და ტელეფონები და ისეთი და ჭუჭელი ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ყველა აბსოლუტურად უჟანგავი ნიჟარები არის, რაც ძალიან სწორი და კარგია, არაჩვეულებრივი საწრეტია, რომელიც გვაძლევს ჭუჭლის სწორად დარეცხვის და გაშრობის საშუალებას, მივესალმები, ძალიან მომწონს და კარგი მოფიქრება. ტილოების შრობა, თუ კი ტილოებს გარეცხავენ და რეცხავენ ხშირ შემთხვევაში და თუ კი ვთქვათ გარკვეულ სიხშირით არ იცვლება, ამ შემთხვევაში ძალიან სწორია რომ სპეციალური საშრობი იყოს მოფიქრებული და არ იყოს ვთქვათ ჭუჭელზე გადაფენილი, ან ისეთ ზედაპირებზე გადაფენილი, რომელიც დაბინძურდება. ზაფხულია ცხელა და აქ სასიამოვნო სიგრილია. აქ შეიძლება ხელის დაბანა. მათ ხელს ვიბანა. ზოგადად მომხმარებელიც. კი ბატონო, სტუმრებიც აქ იბანენ ხელს, მოდით აქაც შევიხედოთ. აი ეს კედელი ნამდვილად ცუდია, მაგრამ ნახეთ უკვე მასალაა მოტანილი. ამას მომხმარებლის თვალი რა თქმა უნდა ვერ ხედავს, მაგრამ მე დავინახე რომ კედელი ნამდვილად გაფრჭებულია და აი ესე დაიფარება სულ მალე. ტუალეტი მეტნაკლებად სუფთაა, მეტნაკლებად ჩვეულებრივი უნიტაზია, ქაღალდი არის ეგერდევს. წყალი მოდის, მაგრამ მე მგონი გაფუჭებულია ონკანი აშკარად შესაკეთებელია, მაგრამ შესვლა შეიძლება. ბათ შაურმის საპირფარეშოში შესვლა შეიძლება. აი ეს კედელი არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. რატოა ეს კედელი ამ მდგომარეობაში? და რატო არის ამ მდგომარეობაში? რა მოხდა? გაფუჭდა? ხო, გაფუჭდა და ნუ არ ვიცი, თვითონ აი ობისოკო გამოტანილი და ალბათ მიტო არის ეს კედელი ამ მდგომარეობაში. რასაც ვუყურებ, ყველგან უჟანგავია და ყველგან მოწესრიგებულია და ეს რა თქმა უნდა მახარებს. მოდით ნახოთ კონდენსატი, ნახეთ როგორი წვეთა მიმდინარეობს და ეს როგორც იცით უკვე კრიტიკული შეუსაბამობა. და აქ საერთოდ სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, აი ნახეთ როგორი წვეთა მიმდინარეობს. გამწოვები არის კატასტროფულ მდგომარეობაში და იმედია რომ სადაც ამდენი გააკეთეს გამწოვებსაც სასწრაფოდ გაასუფთავებენ. ეს იყო სულ. ბათ შაურმას აქვს ასევე მეორე დარბაზი, მეორე სართულზე. სტუმრებს არ გადაუღებ, არ შევაწუხებ, უბრალოდ გეტყვით რომ აქაც საკმაოდ სასიამოვნო დარბაზია. მართალია დაბალი ჭერი აქვს და ჩვენი ოპერატორი არ ეტება. აი ნახეთ აქ ესეთი რბილი სავარძლები და დივანებია. დამაკმაყოფილებელი სიტუაცია, მე ესე ვიტყოდი, ცუდი არ არის, რაც მადონამ გადაიღო სამზარეულოში. ისიც ნამდვილად ნორმებს შეესაბამება, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათ შაურმაში მეორე ვიზიტი აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული. მაშასე ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვართ თბილისის მოედანზე, ბათუმში, ჭავჭავაძის 15 ნომერში, ბათ შაურმაში.